სოლში პირდაპირ ეთერში ჩავთავთ ელენე მეტრეველს, ის ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია. ელენე, მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. მოდი დავიწყოთ ქართული ოცნების წევრების განცხადებებით, რომელიც უკავშირდება პეტერ ფიშეს, გერმანიის ელჩს საქართველოში. განსაკუთრებული სამიზნეა გერმანიის ელჩი ქართული ოცნების მხრიდან. თქვენი აზრით რატომ და როგორი უნდა იყოს ამაზე თქვენი აზრით პასუხი ადეკვატური? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მოყურებელს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და ხშირ შემთხვევაში ეს არის თავდასხმა ან ევროპარლამენტარებზე, ან ევროინსტიტუტების წარმომადგენლებზე და საქართველოს შემთხვევაში უკვე შიგნით ქვეყანაში ელჩებზე. ეს არის პირდაპირ თავდასხმა, როგორც თქვენი წინასწარმეტყვი ამბობდა, გერმანიაზე, თუმცა არა მხოლოდ გერმანიაზე, არამედ მთლიანად ევროკავშირზე. იმიტომ რომ ვიცით, რომ ცოტა უფრო გეოპოლიტიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი უკრაინის, გერმანია, საფრანგეთი და ეს ქვეყნები ქმნიან სურველთა კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის წინააღმდეგ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების პირების მხრიდანაც ყველაზე დიდი აგრესია მოდის იმ ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომლებიც ასე ხმალამოგებული იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. რა რეაქცია შეიძლება ქონდეს ამაზე გერმანიის სახელმწიფოს? ეს რეაქცია შეიძლება იყოს უბრალოდ განცხადებებით შემოიფარგლონ ან დიპლომატიური გზებით განახორციელონ რაიმე ტიპის პროტესტის ფორმა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს დიდად არ აქვთ ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირება. კი ბატონო, და ასევე მინდა კითხოთ ბრიუსელში როგორია განწყობა, ჩვენ ხედავთ მუდმივად ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკას, როგორ აძლიერებენ ისინი წნეხს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ვნახეთ მათ შორის დაკავებები, თავდასხმები, არათუ ასრულებენ ისინი რეკომენდაციებს, პირიქით ისინი აგრძელებენ ანტიეროვნულ, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ პოლიტიკას, როგორ აღიქმება საქართველოში არსებული ვითარება ბრიუსელში? ბრიუსელში ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს, გამადიდებელი ლუპით უყურებენ ყველა მიმდინარე პროცესს ყოველდღიურად და ყველა არის ძალიან კარგად ინფორმირებული, რომ მიუხედავად იმისა, ქართულმა ოცნებამ ევროკომისიას 1 სექტემბერს გამოგზავნა შემოხვედრი წერილი, რომელიც ძალიან დიდი წერილია და რომელშიც ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ რეკომენდაციები შეასრულეს და არ იმსახურებენ, რომ ევროკავშირმა ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულება შეაჩეროს. აქ ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში რა მდგომარეობაა, საქართველოში როგორ მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა, პოლიტიკოსები სხედან ციხეში, ყოველდღიურად აკავებენ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. აქ ყველამ ეს ინფორმაცია კარგად მიიღო საქართველოდან და ასევე ძალიან კარგად აკვირდებიან ყოველდღიურ განვითარებას და ბრიუსელში აღარ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის პრორუსული ქვეყანა. ბრიუსელში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ იღებს დავალებებს კრემლიდან და პირდაპირ ახორციელებს ამას საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულებაზე. მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერში, როდესაც შეიკრიბება საგარეო მინისტრთა საბჭო, საქართველოს დღის წესრიგში ერთ-ერთი პირველი იქნება და შემდგომ უკვე გამოქვეყნდება ვიზა ლიბერალიზაციის შემაჯამებელი რეპორტი, მერვე რეპორტი, სადაც ვნახავთ ძალიან კარგად ასახულს როგორ აღიქვამს ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რამდენად შეასრულა თუ არ შეასრულა რეკომენდაციები, რომელიც 14 ივლისს გამოგზავნილ წერილშიც ძალიან კარგად იყო გაწერილი და შემდგომ უკვე გამოქვეყნდება გაფართოების პოლიტიკის ანგარიში, სადაც ასევე ძალიან კარგად ვნახავთ, როგორ ასრულებს საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციებს. ელენე, როგორია მაინც თქვენი მოლოდინები, რამდენად ახლოს ვართ ჩვენ აი ამ მძიმე გადაწყვეტილებასთან? სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვართ, ფაქტობრივად შეუქცევადად, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება არ დგამს არანაირ შემოხვედრნაპირს, არ აპირებს არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას, გულისხმობთ არ აპირებს არც ერთი რუსული კანონის გაუქმებას, არ აპირებს პოლიტიკოსების ციხიდან გამოშვებას, არ აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის შეწყვეტას, ჩვეულებრივ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებზე ზეწოლის შეწყვეტასაც არ აპირებს და მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებასთან ძალიან ახლოს ვართ.
შემაშფოთებლად ძალიან ახლოს ვართ და აუცილებელია რომ ქვეყნის შიგნით ეს წინააღმდეგობის ძალა უფრო მეტი და უფრო ძლიერი იყოს, იმიტომ რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერაა. რაც შეეხება უშუალოდ აი ვიზა ლიბერალიზაციის თემა რომ ამოვწოროთ, როგორც ვიცით, არ ჭირდება უმრავლესობა ქვეყნების თანხმობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა. როგორია პროცედურები, თუ კი ასეთი ტიპის ნაბიჯი იქნება გადადგმული? ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, მოდი ვთქვათ, პირველი ეტაპი იქნება შეჩერება. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას არ სჭირდება ერთსულოვნად ყველა ქვეყნის თანხმობა, განსხვავებით ტარგეტირებულ სანქციებთან, რომელსაც სჭირდება ყველა ქვეყნის თანხმობა. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესი, თუკი როცა ეს დაიწყება, იქნება შემდეგი საბჭოში განიხილება ეს საკითხი, იქნება დღის წესრიგში და თუკი იქ უმრავლესობა ქვეყნების მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს შეუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია საწყისად რამდენიმე თვით, ხოლო შემდეგ კიდევ მოხდება შეფასება, ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ძალიან მალევე შევა ძალაში. პირველ ეტაპზე ეს იქნება დროებითი შეჩერება და შემდეგ გადაიხედება ისე მდგომარეობა, რა ვითარებაა საქართველოში, რა ცვლილებები გახორციელდა და შემდეგ უკვე შეიძლება დადგეს ვითარება, რომელშიც განიხილება შეჩერების საკითხი. კი ბატონო, დიდი მადლობა ელენე ჩართვისთვის. პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან გვერდებოდა ელენე მეტრეველი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი.